სოფლის შემთხვევათა გამგეცხადი იცით. ბებია ჩემი მედიკო იყო. ახლა ის ცოცხალია, მაგრამ ამის თავი აღარ აქვს. ეს არის ქორწილისა და ქელეხის სუფრების მენეჯერი. ზოგან თავი კაც ეძახიან. საარაკო დეტალების მცოდნე კადრია ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის ერთი ბურვაკი რამდენ კაცს ეყოფა. ამ კაცს და კუჭის ზომაც იცის და იმ მაგიდის კვადრატებით, სადაც ეს ხალხი განეფინება. იცის თუ რამდენ თებშლობიოს შემუსრავენ სიცხეში, სიგრილესა თუ სიცივეში, სადაც ჭრდილი ადგება, რამდენ სვამენ და სადაც სეფიდან, მოიხსენებათ სეფა არის ერთგვარი შეფუთვა ამ სუფრებისა, გარე სუფრების, გარე უქრის. რამდენი დაждდება, რამდენი ხაჭაპური მორჩება მეორე თხიზა, ფლავს რომ 4 დღეში კაცი ერთი შეჭამს და ხომი ყოველ მეორეს უნდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ისე ითვლიან ციფრებს და ვარაუდობენ სტატისტიკას ფინანსურ ბირჟათა გაწვრთნილ სპეციალისტებს შეშურდებათ. კრიშნასავით არიან რა. არჯუნას რომ მეუბნება კურუქშეტრას ველზე, გადი, იომე, ჩემგან ეგენი უკვე დახოცილები გახლავანო. ზუსტად ეგეთი თვალით გადახედავენ საკეიფოდ მოსულ ხალხს. მიდი დასხედით, მე ეგ სუფრა უკვე ალაგებული მაქვსო. მოკლედ ნატანები ბებია ჩემის ივენთ მენეჯერობის ადგილი, იმითაცაა უცნაური, რომ აქ მთავარი სასმელი ყავაა, ნალექიანი. კოფე გაქვთ ალეული ისე კითხავენ, რომ აუცილებლობას გულისხმობ. თუ ვინმე უპასუხა, დღეს მე-4 ჩაშკა დავლიე, პასუხი სტანდარტულია. არ მოკლავს მე-5. ან დედა დღეს რაცხა გლახა თუ არ, კოფე არ დამილევია. გაგიხაზირებ, მოგიდუღებ ახლა ელანზე, ზუსტი პასუხი და გარდაუვალი. ამ ბოლოს ლამის ეგრე ყოფილა, რომ მიცვალებული სახელზე გარდაცვლიდან მესამე დღეს სვამენ, ყველაზე ხარისხიან, მოკლედ დიდი ფეტიშია ამ ამის. ხო და სოფლის ქალების უმეტესობა მედიკო ბებიასთან მოდის ყავის დასალევად და ისედაც მოდიან. აი 3 და 8 მარტს მაგალითად. არის ნატანებში, კერძოდ უბან ლეკურაში ერთგვარი ტრადიცია წვეულების. შეკრების ადგილი მედიკოს სახლია. რადგან როგორც პირველად ვთქვი, მარტო ხელა ქალია და ზედმეტი შემაწუხებელი არავინ ეგულებათ. მამაკაცთაგან ერთადერთი მე გახდით ხოლმე სუფრაზე, ისიც სკოლის მოსწავლე. შესაბამისად არ მერიდებოდნენ. და ასე განსაჯეთ სექსზეც კი საუბრობდნენ მე-5 ჭიქის მერე და მეზობელი ვაჟია საყვარელზე და იმ საყვარლის ლოგინში ვერ მარჯვე ქმარზე. პირველ ღამეებზე და ბოლო ღამეებზე. სევდით და ოცნებით სავსე ღამეებზე. მოკლედ ეს არის ნატანების კვინტესენცია.